სტატისტიკურად ნაჩვენებია, რომ მთაში გაზრდილი ადამიანები გულსისძარღვთა სისტემის თვალსაზრისით ყოველთვის ბევრად უფრო ძლიერები არიან და ბევრად უფრო ჯანსაღი გულსისძარღვთა სისტემა აქვთ, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის განიცდიან რაღაცა სახის დატვირთვას. ზოგადად, რაც უფრო დაბლობზე ვართ, მით უფრო მეტი ჟანგბადია, რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო ნაკლები ჟანგბადია და ვთქვათ, მაგიტომაც არის, რომ აი ევერესტზე რო წადიან, უკვე ჟანგბადის ბალონებსაც იკეთებენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ არის ასუნთქი. და როდესაც ვთქვათ, ადამიანი იზრდება მთაში, რომელიც ვთქვათ 2000 მეტრზეა, 1500 მეტრზეა, ანუ ბავშვობიდან იგი რაღაცა სახის დატვირთვას უკვე განიცდის, იმიტომ რომ მისთვის ნაკლები ჟანგბადი იყო იქ. ამიტომ გულსისძარღვთა სისტემა ადაპტირდება და უფრო ძლიერი აქვს ბუნებრივად. ის ადამიანი ახლა რო ჩამოდის ბარში, მე რო ვთქვათ, აი თბილისში ხო, რომელიც კი საკმაოდ დიდი ფორა აქვს თან. ანუ იმიტომ რომ თბილისი არის ვთქვათ 400-დან 500 მეტრ ელევაციაზე დაახლოებით. ახლა მისთვის, ანუ ეს 1000 მეტრის დაგდება უკვე ფაქტიურად სიმსუბუქე არის, ანუ ბევრად უფრო კარგად და თავისუფლად გრძნობს თავს. ამიტომაც ამ ადამიანს შეიძლება ნარბენი არ ქონდეს, მაგრამ საკმაოდ მარტივად წავიდეს, ისე რომ შეიძლება ბევრ მართლა საშუალო მოვლენას აჯობოს.